მე ვიცი მხოლოდ და მხოლოდ გადარჩება ის, ვინც ქრისტეს მიიღებს ღმერთად. რომ ქრისტიანობა არის თუ არა ტანჯვა. რითაც კმებოდა, იმით იტანჯებოდა. რაში მჭირდება მე ზოგადად რელიგია, თუ თვლი რომ ისე რაც კარგი ადამიანი. აი, კარგი ადამიანი რო ხარ, ვისაუბროთ ქართველზე. აი მაგალითად რამდენად არის თანასწორობა დღეს ქრისტიანობაში დაცული. ხალი არის კაცის მსახურად გაჩენილი. მოგწონს? არა რა თქმა უნდა. გიორგი შენ ამას ცნობიერად აკეთებ, თუ იმიტომ აკეთებ, რომ მე რაღაცას ეულტები და თუ ნებისმიერმა იცის რა არის ცოდვა, რა დააშავა. საპატრიარქოში არ იქცევა კარგად ამის გამო შენს რწმენაში შეიძლება შეირყე. იქ არ არის ადამიანის თავისუფლება. იქ არ არის ადამიანის თანასწორობა. გარეთ ხალხს წემდი მე ტაძარი ავაშენე და ამით მადლობებს მიხდიან. ეს სინდისია მაშინ, რასაც ამას ხო, აი სინდისი ეგ საინტერესო საკითხია სინდისი. მაგალითად ისლამის რჯულის ქონეს სხვა რაღაცაში აწუხებს სინდისი. თუმცა ეს ყოფილი კულტურული სხვაობებია და არა ღირებულებების ნაწილში. კულტურა მოდი ცნობიერებიდან. აი მღვდლობა არ არის პატივი. პატივად მიიღეს. აღსარება არ არის პატივი. და ჩვენ როგორ უნდა ვიგრძნოთ სული რო გტკივა. მე რო ვთქვა რომ კი ყველაფერი კარგად იქნება. ეგ ქრისტემ უნდა თქვას, რომ მე კი არა.